სალამი ხალხო, როგორ ხართო? რამდენიმე დღეა ვერ მოვედი. იმიტომ რომ დავიწყე მეორე სამსახურიც და ხან იქ გავდივარ, ხან მე აქ გამოვდივარ, ხან ისაო, ხან ესაო და ვაფშე დრო არ მაქვს. სახლში მივდივარ სტუმრად მარტო. რამოდენიმე საათით და რამე დასასრულებლად. ასე რომ ღმერთის წყალობით დრო არ მაქვს. რაღაც სამაგრი ვიყიდე, მე არ ვიყიდე, თეკლამ ვიყიდე ტელეფონის და ეხლა მყავხართ მიმაგრებული კედელზე. ტელეფონი რომ მოძვრეს ქვეშ დავუდე, აი საფენი რომ ტელეფონი არ გამიყიდეს. ასე რომ ჩემი გარიგება ახლა უნდა გავუკეთო ბაბუშკას საჭმელი. და უნდა გავუკეთო პასტა პისელი. რეცეპტს არ შემოგთავაზებთ, რაში გაინტერესებთ. არაფერი დიდი ამას არაფერი არ უნდა საერთოდ. პისელი ხო არის გაროხსოვი გახით ჩვენებურად. თან მეშინია ქალო ტელეფონი არ მოძვრის, თუ არა მოაძვრის. დავასვალე და ისე მივაკარე. დილით რომ მოვედი შევყარი სარეცხი ბაბუშკასი და გოგო რა ვიცი მე კარგად არ დავკეტე სარეცხს მანქანათური ჯახნაბა იყო. გამოვედი ბაბუშკას წამალს ვაძლევ და მესმის ხმა წყლის მუხტონკანი გაიღო. გამოვედი და პოლი არის სულ სველი გაიღო ეს კარები. სარეცხის მანქანის გამოვიდა ქალო წყალი. ამ ძალიან ძველებული მანქანა და როგორ ჩანს ღია კარზეც მუშაობს კარგად. ხოდა შემშურდა. მინდა გითხრათ. ესე იგი დილით ვდგები 6-ის ნახევარზე. მივდივარ ერთ სამსახურში. ახლა განრიგს გეტყვით უბრალოდ ჩემი. 6 ნახევარზე ვდგები, სვამყავა სახლში ვემზადები და გავდივარ მე პირველ სამსახურში, იმიტომ რომ იქ ბებია ძალიან ადრე იღვიძებს. ვუცვლი ბებოს, ვბან. ვასმევ წამლებს. მერე ვაჭმევ საუზმეს ვაძლევ. ვალაგებ პოლს წმინდავ. გამოვდივარ. მოვდივარ სახლში. დავხედავ იქაურობას, სულ რაღაც 5 წამი ალბათ. მივდივარ ხოლმე მე ვყიდულობ სიგარეტს. და მოვდივარ ამ მეორე სამსახურში. აქ რა ხდება? ბებიას ვუცვლი და დილით ჯერ ვასაუზმებ. მე ბაბუშკას ვუცვლი და ვბან, ეს ბებო არის ჩაწოლილი. რა თქმა უნდა რძე, არ წინაზე თუ თქვი. თავისი წამლებით. მე რა თქმა უნდა აქაც ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ, ბებიას ვაჭმევ, შემდეგ კიდევ წამლები. და პირველ საათზე გავდივარ. პირველ საათზე რომ გავდივარ აქედან, მივდივარ ჩემს მეორე სამსახურში და იქ ვჩერდები კიდევ 3 საათამდე. იქ რომ მოვრჩები 3 საათამდე რომ ვიქნები, მე მოვდივარ ისევ აქ ამ სამსახურში. და მე ვარ ამ სამსახურში 8-ის ნახევრამდე. ანუ აქ ესე ეძახიან 8-ის ნახევარი ისე 20 საათი და 30 წუთი. ანუ ჩვენ ქართველები ვიტყოდით 9-ის ნახევარი. აქ ოტომეძას ეძახიან და ისე ჩვენთვის 9-ის ნახევარია. ასე რომ არ ვიცი რაღაცნაირად შევეჭიდე ამ იმას და მე ვფიქრობ გამომივა. მithumetes გუშინ დავიწყე და ვიყავი უძილო და რახანის უძილოზე გავქაჩე, გამოძინებულზე უფრო გავქაჩავდი. გუშინ დავიძინე ადრე. ხო. კიდე რა უნდა ვიტყვი? მეტი არაფერი. ასე რომ ხო, ყველაფერს საქმეს რაც შეეხება დალაგება და სუფთავება იმ სამსახურში მე ვაკეთებ. უბრალოდ ბებიას ჭირდება ხოლმე აკომპანია, რაშიც მეხმარება თეკლა. იქ არის ხოლმე მერე თეკლა იმ სამსახურში. რა თქმა უნდა შვილებს დაველაპარაკე, უთხარი რომ მე მეორე სამსახური ვნახე თქო.
თუ თქვენთვის მეთქი პრობლემას არ შექმნის თქო, ძალიან მინდა რომ იქაც ვიმუშაოთ. ორივე სამსახური არის ჩემი სახლიდან 2 ნაბიჯი. ეს პირდაპირ მეზობელია, 2 კარის მოშორებით ცხოვრობს. და მეორე სამსახური 3 შესახვევის მოშორებით, 3 ჩიხის. ხო და აი ეს იქალებო. ესე გადავწყვიტე რომ მთელი ზაფხული ამოვიკეტო სამსახურებში. ესე მჭირდება მე და ჩემს შვილებს. ხო და მაშინ რო ვთქვით ეს თეკლას ტელეფონზე და ვიღაცა ერმარო დაწერეს ვაიმე რომ შენო თავს ვიკლავთ მუშაობითო და ამათო მუქთად მოუნდათ აქ მუქთად არავინ არაფერს არ აკეთებს გენოცვალე აქ თავპირს ვიგიჟებთ და ვმუშაობთ საკმაოდ მძიმე სამსახურში ჩვენ გვიწევს ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიური დაღლა მენტალურად ვიღლებით თუ რა ვირა ქვია იმიტომ რომ მოხუცებს აქვთ ცვალებადი ხასიათი, როგორც მათ გაუსწორდებათ, ისე უნდა მოგიქცეთ. კარს გამოვხურა ვიქტორე ტვინიძე იყო საერთოდ. აი ეს. ხოდა? რა ვიცი. მესამესაც დავიმატებდი სადმე რამე დრო რომ მქონდეს ოღონდ მართლა იმდენად დავგავდებოდი მესამე სამსახურსაც დავიმატებდი ასე რომ შემოგარგებო აი ასე ანახე რა მაგრად თქვი ასე რომ შემოგარგებო აი ასე უკვე დაღლილი ვარ იმიტომ რომ 2 სახლი დავალაგე ხო რა შეიძლება ჩემს სახლს ვეღარ ვალაგებ ჩემს სახლში მივდივარ სტუმრად და გუშინ ძალიან გაუბრაზდი. მეთქი 3 სამსახური მაქვს. საბა მეხმარება რა თქმა უნდა ძალიან. თეკლას მე სახლში ვერაფერს ვერ ვაკეთებინებ და ვერც მოვთხოვი, იმიტომ რომ თეკლა ისედაც მეხმარება. რამოდენიმე საათი, 2-3 საათი ბებიასთან არის ხოლმე ჩემს ნაცვლად. იმ სამსახურში რა თქმა უნდა შვილებიც თანახმანი არიან და ხელს მიწყობენ. იქიდან გამომდინარე რაღაცნაირად უნდა მივეჩვიო, რაღაცნაირად უნდა ჩავდგე რეჟიმში. ხო, კიდე რა მინდოდა მეთქვა. ხო, დავამატებდი რომ ეს კითხვა-პასუხის ვიდეოს, თეკლას კითხვა-პასუხის ვიდეოს მოხვა ასეთი რაღაც, რომ გიორგიმ გამოუცხადა თეკლას, საერთოდ შემეშვით აღარ დამირეკოთო. ან ბავშვებს გაუწყვიტა მთლიანად ურთიერთობა, იყოს ნება-შემია, ხო გაგიგიათ. აი ასე, ან ერთ გამოდიდა საჯაროდ ბოდიში მომიხადეო, რა საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ღმერთმა. თეკლას აქვს ცვალებადი ხასიათი, როგორც ფიქრობს, ისე ლაპარაკობს. აი ამ წუთში ახლა თუ კარგი ხასიათია, კარგად ლაპარაკობს, თუ ცუდ ხასიათია, რა თქმა უნდა, ცუდად ლაპარაკობს. როგორც აწყობს ესეთი ქარაფშუტა ბავშვი არის, მაგრამ ყოველთვის რასაც ლაპარაკობს ისე დაუშვათ აი როგორ არის, აი როგორ ძნობს, რომ ეს მისი სიმართლეა და ეს ესე თulis და ესე უნდა იყოს. აი ასეთნაირად აკეთებს, ანუ თავს დავნაშავეთ არაფერში არ გწუხ, ხო, ის ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა, რომ კეთიო თეკლამო ყველაფერში შენ დაგადანაშაულაო. ხოლმე დანაშაულებს იმაში, რომ მე გიორგის არ დაველოდე და პირდაპირ იქ მივატოვე, სადაც იყო. იქ კი არა უარეს ადგილას მივატოვებდი, უარეს ადგილში რო ყოფილიყო. სამწუხაროდ მე ესეთი ადამიანი ვარ, ანუ გითმენ ბოლომდე და ჩემი დრო რომ მოვა ზუსტად იქ დაგარტყავ, სადაც ყველაზე მეტად გეტკინება, ხვდები? და მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება. თორე ისე აზრი არ ექნებოდა, ეხლა რაც მე მაგან 13 წელი მაძვალე ჟენიჭირიმე, კიდე კარგად გავუკეთე. და საერთოდ არ ვნანო. ეხლა იყო ანტონიოს დაბადების დღე. 11-ში არის ჩემი დიშვილის დაბადების დღე. 20-ში არის საბუკას დაბადების დღე. ვინც აქ არიან ჩემთან ახლოს და ვიზიც ხარჯი მაქვს გასაწევი, თორე ისე კიდე სხვის დაბადების დღეებიც არის. და
საბუკას საჩუქარზე ვფიქრობ, რა აჩუქოს დედიკომ. რა აჩუქოს დედიკომ. ვიფიქრე წავიყვან და ჩავზმანავთ, ხო? ძირითადად სუსახლშია და ვუყიდე ერთი ლაკოსტას მაიგა 65 ევრო მივეცი და ერთი კარგი მაისური ვუყიდე კიდევ ზარაში. ხო და ვფიქრობ ან ტელეფონი ვუყიდოთ ხო, ან PlayStation 5-ით ხო, მაგრამ ჟირნად ხო არ მოვა PlayStation-ში სულ ჩაიგედება, სულ სახლში იქნება. ვეღარც ავგლიჯავ. ტელეფონი აქვს iPhone 11, რომელშიც ხმა კარგად არის. ის და ვფიქრობ ტელეფონი ვუყიდოთ ხო. და რო დავუსვი კითხვა და რა გინდათ ხო, ნუ მეტყვი გეხოცები, რომ სურპრიზი იყოს, ხო. კაი გველაძუა კი არის. ესე რომ მეტყვის ხოლმე, მე უფრო მეტი მინდა გავუკეთო, რომ მეტი ემოცია მივიღო მეც და მანაც. ვიყავი ექიმთან ვიზიტზე. გამზვა 100 ევრო ერთი ვიზიტი. შოქში. ანუ უბრალოდ 130 ღირსო ვიზიტიო და ჩექს ვარ მოგირტყავო და 100 გადამიხადე. მეთქი რა იაფია. ანუ რა იაფში გამოვედი. ანუ ერთ ექიმის ვიზიტში ქართულად რო გადავითვალოთ თითქმის 300 ლარი გადავიხადე. ძვირია. სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია. მაგრამ მე ეხოსკოპია გავიკეთე. ტკივილები მქონდა და მითხრეს პოლიპები გაქვსო. ხო და ერთი ის იყო რომ დამშვიდი თურმე არაფერიც არ მაქვს. ამოვისუნ თქვენ, ყველაფერი ნორმაში მაქვს. და აღარ ვტირი იმას ევროს ჯანდაბას, რაც იყო. საბაზე სუნამოც ვიფიქრე, მაგრამ ეხლა ვუყიდე საბაში ვუყიდე. არ უნდა, სუნამო აქვს. ოც რა მაგარი სუნი აქვს, просто შოკი პიკიპანიგა, ჩვეულებრივი. ანუ რეკლამაც ხო ძალიან მაგარი აქვს ეს ჯონი დეპი თუ არ ვწდები. ძაღლთან ერთად. და სუნი ვაფშე რაღაც საოცრება. რამოდენიმე დღე მჭირდება რომ კალაპოტში ჩავდგე. აი ამ სამსახურში და მე მოვალ ხოლმე. მეორედ არ დაწეროთ და არ გაბედოთ და არ თქვათ გამოდიხართ და მათხოვრობთო, შემართლა მათხოვარო რომელიც ხარ პირიქით. ერთი კომენტარი დაიწერა, რომელსაც ზუსტად 100%-ით ვეთანხმები. YouTubers, ნებისმიერ სტრიმერს, თუ ინფლუენსერს, თუ ბლოგერს, თუ ვინც გინდა ის იყოს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს მისი მაყურებლისგან მხარდაჭერა. ხვდები, წახალისების მიზნით. რო წახალისებთ ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს, იმასაც მეტი სტიმული ეძლევა თქვენთან მოსვლისა. გაიგე? თუ გაიგე, თუ არა და მგაქვს თქვენია გამგები. ხელები დავახატე მიტკივა. ზღვაზე მინდოდა წასვლა ძალიან. დღე იყო რომ ვისვენებდი სამშაბათ, ორ შაბათს. ვერ წავიდნენ ჩემი და ბავშვები, არც აბა არ წავიდა. სავარაუდოდ კვირა დღე მექნება დასვენების დღე. ეს კვირა 8-ში უეჭველი ვისვენებ ჩემს პირველ სამსახურში და აქ მითხრეს რომ ყოველ 2 კვირის მერე უნდა დავისვენო კვირაობით. აი ახლა კვირას დაუშვათ თუ ამან დამასვენა ჩემს ბედსაღლი არ დახყევს. თუ არ და ჯანდაბას ახლა დაიქნება. ზღვაზე მე არ მივდივარ და ეს მზის დამცავს რო ვისვამ სახეზე, მზე აღარ მეკიდება. აი გზივარ აივანზე როდესაც სიგარეტს ვეწევი ხოლმე და მზე არ მეკიდება ცოცხალი თავით. მე რომ მეკუწკეთ. მაგრამ კარგია, იმიტომ რომ ჩემს ხალებზე როდესაც მზე ხვდებოდა ხოლმე, ჩემი ხალები იწყებდნენ ზრდას სამწუხაროდ და
ეს რაღაცა ძალიან ცოტა ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან ისა საოცარი მაზია. ეს ლაროშესი. მოიცეთ. ამო. ოკეი. მოიცეთ ხალხო და ჩავდი და ამო. სავარჯიშო მატრასი მოვიტანე. ბებიას რო ვაჭმევ, აქვე ვარჯიშებ. გამარჯობა ხალხო. ეხლა მოვედი სამსახურში. გუშინ ჩავწერე ერთი ვიდეო, თამაშინე ტელეფონი არ მოწვეს. არ დავდებარე მივაბავ ამას. ძალიან ადრე მოვდივარ ხოლმე აქთან. ეხლა ჯერ უცბად ყავას გავუკეთებ. და მე გავაღვიძებ თან ცოტას ვიხმაურებ, რომ გაიგვიცოს. ამ ტელეფონი მოძურა. და ჩამოვარდა. რატომ? გუშინ იქ მეორე სამსახურში ასე არ ვქნა. არ ვენდოთ. ამიტომ ჭირდება. ეს თუ დავასრულო და ისე. იმედი აღარ მოძრაობა. მოძრაობს. რაღაცებს დავუყებ. რომ ტელეფონი არ გამიტყდეს. ეს ცოტა მაშინებს. სოკეთ. მე დავუწყობ რაღაცებს. ტილოებს. თუ მოძრა ჯანდაბას. ავიტან თოჯახი. მაგიას აღარ ვიკეთებ. ისიც ხელა და ისეთი განრიგი მაქვს ვაფშე. ძალიან მეზარება, ძალიან ცოტა სკლავს ქოთ პირდაიბანი მასაჟი მოჩი. რაშვებით როგორ ხართ? მე იდეალურად მინდა გითხრათ. ბევრს ხრინავს, მაგრამ სხვა გზა არ არის, მაგრამ ავაღვიძო, უნდა გამოვიცვალო, უნდა ვააჭამო. წამალი მიცე და მე წავიდე. და სულ ერთი საათი მაქვს ახლა. შევიხარ ტუალეტში რამე ბარდაგი თუ დამოხვედრა და მოვალ. თქმა უნდა. ბებია იგლიჯავს ხოლმე პამპერს. და გიშინი. და ნახევარს იგლიჯავს, ნახევარი ისევ შიგავს ხოლმე. სამწუხაროდ. ცოტა დროებს ისევ და ისევ ვერ ვანაწილებ. ხოდა მჭირდება ერთი კვირა. რომ სრულიად მოვერგო გრაფიკს. ასე რომ საჯანდაბაშია. არ არსებობს. ეკო. ყავა სახში უკვე დავლიე და აქ აღარ დავლევ მირჩევინი. იმ ბაბუშკასთან დავლიო, შვიდად წყნარად. აქედან რო წავარ.
დრო არ უნდა გამეყაროს, ხდებით? აქედან რომ მივდივარ ხოლმე ეს ბებო გიჟდება. არ უნდა ხოლმე რომ მელაპარაკოს, აღარ მელაპარაკება. იმიტომ რომ დილით ეხლა ყველაფერს მოვრჩები უნდა წავიდე. მერე შუადღით მოვდივარ ხოლმე. ცოტა ხნით და ისევ გავრბივარ, თუ შუადღეს უცვლი ის კუჩი საიდანაც გადის. პაკეტი აქვს მიმაგრებული იმის შორისო. და მივდივარ ისევ სახლში და ეს შვილი მეკითხება ბებოსი რომ ისო კეთილი როგორი სამსახურია მოგწონსო ბებო როგორი ამაზე მშვიდიაო აია კი არ ეწყინოს თქო და აი არა მეთქი ის უბრალოდ ჩაწოლილია და ყურში არ ესმის მეთქი და მშვიდი მაგიტომ არის თქო თორე დედა შენიც ძალიან მშვიდია და მშვიდი რა ხო არ ვეტყვი ხა რა შედარებაა თქო ცოდვა არ უნდა უთხრა ასე რომ ციყოს მაინც არ უნდა უთხრა გამომდინარე რაც არ უნდა იყოს ეს ჩემი პირველი სამსახური ზედმეტი არაფერი არ უნდა თქვა მე მადლობის მეტი ამოთვის არაფერი მეთქმის სულ რომ ბებო გიჟი იყოს ხმას არ ამოვიღებ იმიტომ რომ მეხმარებიან ძალიან და თვითონვე მითხრა სამი შვილი გყავსა და დამატებით თანხას რო აიღებ რატომაც არაო მადლიერებით ვარ საოცე ბები ეს ყველაფერსაც მოგხი ხა მიუტან დავუდებ ჯერ გავაღვიცო იმედია ყველი სადაიქოს თუ რეგრევე წამალი უნდა ვატაკო მომენტალურად Dimmi bene. Prima di colazione questo. Ieri si uzdinaus. Ma non mi raccom da facciamo, სხვა გზა არა. Ecco la bella mia. Თან გამოსაცვლელია აშკარად შიშველი ზის და ეს ხალხი ბოდანჩენი იმ სამსახურში გავაკეთეთ. ქალებო, ეხლა აქ მოვედი. ბაბუშკას უკვე ცოუზმა მივეცი, წამლებიც მივეცი. ეხლა ყავას ჩავწრუყავ და გამოვაცვლი. მე საჭმელი უნდა გავაკეთო. და ასე. დღეს ფიზიოთერაპევტი მოდის ორივეგან. იქაც და აქაც. იქ ვერ ვიქნები. ისე რომ აქ დავხვდები. კვირა დღეს მექნება ცოტა ეს ცირთული დილა.
რომ ის ბებიან ათლობაზე მიდის. მე მიწევს რომ ჩავაცვა, ესე ძალიან ადრე უნდა, იმაზე მეტად ადრე უნდა ავდგე. ეს რა არის, სულ რომ მაკიაჟს არ ვიკეთებდე, 1 საათი ყოველთვის მჭირდება. არ ვიცი რატო. გამზადებისთვის 1 საათი მჭირდება. ელემენტარული რომ გონზე მოვიდე, ერთი ფინჯანი ყავა დავლიო, კბილი გავიხეხო, ჩავიცვა და დავიდე. ზუსტად 1 საათი მეკარგება. ხო და ისე ვიზავრო 15 წუთი მეტი არ დამჭირდეს. 6:30-ზე ვდგები. რა 20:30-ზე აქ უნდა ვიყო. ხო და 9-ზე მიყავთ ბაბუშკა, 20:30 ვერ დაველოდები აქ ვეღანაირად. რავი, ეს გოგო თუ შემიწყობს და უშვათ ხელს. აქ ერთი გოგო მუშაობს, რომ უთხრა 9:30 და მაგრამ არა. ვერ დავაგვიანებ. ეხლა ეს ყავა გავსინჯო აქ. გავიჩანს. არ დაივარო. წამლის გამო აქვს ხანო. დავიღალე. ადრე ვიცინებ. მაგრამ მაინც რაღაცა. ერთი ის מחარებს ხოლმე რომ მე რო გამოვდივარ სამსახურში დასასრულად, ხალხი უკვე გარეთ არის და სამსახურებში მიდის და ეს მომშვიდებს რომ მარტო მე არ ვარ ესე. ყველა ესე ადრე დგება. გვინდი აქ მოვდივარ ხოლმე 15 წუთით ადრე. მინდა ხოლმე ეს გოგოც მალე გაუშვა, ქართველი პატარა გოგო მუშაობს 20 წლისა. რაც მე მენდომებოდა ხოლმე, ცდილობ ისე გავაკეთო სხვისთვისაც. იმიტომ რომ მეც ყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, ადრე მდომებია წასვლა. ეხლაც მინდა ხოლმე ადრე წასვლა. ყველა მის ბიჭი ჩამოდის. ბებოსი. შეიძლება საათები ცოტა ნაკლები მომუშაოს, იქ კვირას მე დასვენების დღე მაქვს. მარტო დილით უნდა მივიდე ეს ბაბუშკას თემები და ამანაც თუ მითხრა არ მოხვიდეო საღამომდეო, სხვაზე წავალ. კვირას სხვაზე გავშრიალდები. თეკ უნდა იყო წასული წინა კვირას. თეკლა ჩემი და ჩემი დიშვილი. მე ვერ წავედი. მე წავედი უთუნოს ვუყიდე და 60 მაისურები შორტი მასკები ხო და ის ფოტოსები ვუყიდე ყველაფერი ვუყიდე ზარაში აქ ზარაში არ არის ძვირფასები H&M-ი უფრო ძვირია ვიდრე ზარა ხო და გოგო ავუყიდე ძალიან მაგარი ფოტოსები მივედი სალონსთან ყველაფერი გადავიხადე ჰაიპაითამ კი გამიგულება რატო გამოვიდი ცოტა თქო მოვედი სახლში გახარებული თუ არა გიყიდე და ბაჩიები არ არის ან არ მივაწოდი ან არაფერი იმიტომ რომ ჩეკი რო შევამოწმე აქ ტელეფონის სახით მოდის ტელეფონში მოდის ელექტრონული თვავია ჯანდაბა ქვია ჩეკში არ ხოლმე მაისურები შორტი და მასკი გამიტყოდა მაგრად ეხლა ოდის წავალ კიდე იქით თვეში. ეხლა აგვისტოს წვენი არ უნდა არაფერი. აი ეს ჩემკეთილო ხალხი. შეიძლება ძალიან ხმადებულაც ვლაპარაკო. და ჩემი ხმა არ გესმით. უსაქმურათაც შეიძლება ვინმეს მივეჩვენო, მოვეჩვენო. მაგრამ სულ არ არის ასე. ახლა რო ავდგები აიქედან. მივხტები, მოვხტები და მივდგები, მოვდგები. ხალხო, რამაც. იმ დღეს მართვის მოწმობას რო ვიძახდი და ჰაიდა ფაიდა თემები თქო. კანონი შემოდის.
დაველოდები ხო და ამ მართვის მოწმობას გადავცვლი როგორ მიხარია იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ტვინს ვერ დავაჭყლიდავ თქო გამოცდებისთვის მიუხედავად იმისა რომ ეს თუ ისე ვიცი და არ გამიჭირდებოდა მაინც ნერვიულობ იტალიურ ენაზე სხვანაირად არის ქართულად სხვანაირად არის მიხარია რო აღიარეს ხო ეგ უნდა მეთქვა რა ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ახალი ამბები ნანახი ეგ არის მადლობა ანა გაკოცებულში ეხლა კი ჩაო